ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ თქვენი ღვაწლი ღირსეულად დაფასდეს. სადაც ევროპის საუკეთესო ტიტულოვანი ძალიან მახარებს და საამაყოა, რომ ჩვენი კუთხის ხსენებაზე თითოეულ ადამიანს ახსენდება ის ფასდაუდებელი შრომა, რომელსაც ეს ადამიანები ეწევიან და რა თქმა უნდა, ის საერთაშორისო პოპულარიზაცია, აღიარებები, რომელიც გვაქვს კულტურის მიმართულებით, ნამდვილად არის საამაყო. ჩვენი მხრივ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელოვანთა შემოქმედებით პროცესს, საერთაშორისო პოპულარიზაციას ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა. უკვე მეორედ სამინისტროს ორგანიზებით და მთავრობის მხარდაჭერით ჩვენ ქალაქში იმართება მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ხელოვანების ღვაწლის, მათი შრომის, მათი წარმატებების აღიარებას. ამ მიზნით სამინისტროს დაწესებული აქვს სპეციალური ჯილდო, პრიზი, ოვაცია, რომელიც გადაეცემა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს გამარჯვება მაინც არის ფორმალობა და ჩვენი ყველა ხელოვანი, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, რომელიც ემსახურება ჩვენი ხელოვნების მრავალფეროვნებას, არის გამარჯვებული და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ამ ფორმით გადაუხადოთ მათ მადლობა. მინდა მიულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს გამოვლინდა გამარჯვებულად და ასევე აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც დარბაზში, ასევე დარბაზს მიღმა იმსახურებს ამ ჯილდოს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ გავაგრძელებთ ამ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, არის ემოციური, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია ყველაფერი. ჯილდოც რაღაც ორიგინალურია ძალიან და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჯილდო მაქვს მიღებული, ვფიქრობ, რომ კიდევ დამჭა დრო იმისათვის, რომ ვიმუშაო ამ სფეროში.